იმედია რომ აი ეს მძიმე ამბები რაც მოხდა დღეს ბოლნიში და უსამძიბრებ ამ ოჯახებს ვინც ეს ძალიან დიდი ტკივილი მიიღო რომ იმედია რომ ჩვენ ნახავთ იქ მშვიდობიანი გადაწყვეტის ფორმებს და არა ძალისმიერი მეთოდებით ამისადაც მძიმე სიტუაციის განეიტრალებას. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ მოვლენებს, როგორც არ უნდა მორთონ ახლა ორბელიანების სასახლე, მან თავარი რაც სჭირდება, ის უნდა შეიძინოს, რასაც ვერ შეიძინოს ახლა მიხეილ ყაველაშვილის იქ შეასრულით და როგორი მილოცვის ტექსტიც არ უნდა დაუწეროთ, შინაარსი არ ექნება მას და ის ხიბლი არ ექნება, ის ლოდი სიხარული არ ექნება, რა სიხარულიც იქნება ხვალ რუსთაველზე, სადაც იქნება ნამდვილი სახალხო ზეიმი ახალი წლის და ნამდვილი მილოცვაც იქ იქნება დარწმუნებული ვარ. ამიტომ ყველაფერს განსაზღვრავს რა დევს ამ მოქმედების შინაარსში. მე მესმის რომ გუშინდელმა დღემ შეიძლება გამოიწვია გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, თუ შეხედავ ცივი გონებით და ნაკლები ემოციით ამ პროცესს, დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, ვინც შეიძლება რომ კრიტიკულად აფასებდა გუშინდელ დღეს და მიიჩნევდა სხვაგვარად უნდა მომხდარიყო მოვლენების განვითარება, დაგვეთანხმება ამ გადაწყვეტილების ისტორიაში მათ, ვინც ფიქრობდით, რომ ამ შემთხვევაში არც ერთი სასახლე არ განსაზღვრავს ახლა ხალხის მდგომას. მე როგორც ერთი მოქალაქე და როგორც ერთი ჟურნალისტი აბსოლუტურად გეთანხმებით და მეც ვთვლი რომ არანაირად არ უნდა გამხდარიყო ორბელიანების სასახლე რაღაც დაძაბულობის ცენტრი და ნამდვილად არაფერს არ განსაზღვრავს რომელ შენობაში იქნება საქართველოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ ის გააგრძელებს საქმიანობას ისევე როგორც ამას აკეთებდა ორბელიანების სასახლიდან და დღეს როდესაც პირველებს ჰქონდა შესაძლებლობა რომ მას გასაუბრებოდა და ნანუკა ქაჯაიამ რა თქმა უნდა ეს მოახერხა და მისთვის რამდენიმე კითხვა დაესვა სალომე ზურაბიშვილმა თქვა რომ ახალი ოფისი მზადდება და რომ ახალი წლის შემდეგ ჟურნალისტებსაც მიიწვევს ამ ახალ ოფისში და შესაბამისად აბსოლუტურად მოყვებით დამოკიდებულებაში რომ ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება და სულაც არ იყო რაღაც ახალი დაძაბულობის ცენტრის შექმნა აუცილებელი, მაგრამ ნიშნულოვანია ცხადია ის რას აპირებს ახლა პრეზიდენტი გარდა იმისა რაც უკვე მან გვითხრა. აი როგორ თქვენ რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით რომ გვაცნობოთ? მნიშვნელოვანია ახალი ეტაპი პოლიტიკური ბრძოლის, იმიტომ რომ ყველა პროცესს აქვს თავისი განვითარების დინამიკა. ის რაც იყო გუშინ დღემდე, ის იყო რაღაცა ერთი მნიშვნელოვანი მთლიანი პროცესის ნაწილი, მაგრამ ეხლა არის შემდეგი ეტაპი და ამ ბრძოლას, რომლის მთავარი გმირები, მთავარი ავტორები და მონაწილეების და რეჟისორებიც მათ შორის არიან საქართველოს აქტიური პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, ამ პროცესში გამოკვეთილია ბუნებრივად, ძალიან ორგანულად ჩაჯდა ამ იდეის მთავარი, ესე ვთქვათ, სიმბოლოს მატარებლად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, იმიტომ რომ ევროპული გზის იდეა, აი მისი ესე ვთქვათ, მთელი ბიოგრაფიით, ფესვებით არის ძალიან ბუნებრივი. ამიტომ აი ახლა ჩვენ ალბათ შემდეგ ეტაპზე აი ამ პოლიტიკური ბრძოლის უნდა ვნახოთ უკვე კიდევ ახალი ენერგია, ახალი შემომატება ამ პროცესში უკვე განსხვავებული ფორმების, იმიტომ რომ დედაქალაქის გარდა ეხა ბათუმი როგორი აქტიურია, ზუგდიდი, ქუთაისი, სხვა ქალაქები და პრეზიდენტმა თქვა რომ ის აპირებს რეგიონებს ჩავიდეს, აპირებს სხვადასხვა ჯგუფებს შეხვდეს, უფრო გახსნას ეს პროცესი და ეს სინერგია, რომელიც ჭირდება ეხლა ამ კულმინაციურ ეტაპს, რომელიც მოიტანს აუცილებლად ახალ არჩევნებს და ამ დატყვევებული უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და მშვიდობიან ეტაპს, დემოკრატიულ და სამართლიან ეტაპს, ამ პროცესს ეხლა ჭირდება ბუნებრივია კიდევ უფრო მეტად გაშლა. კი, გაშლა, აი აქტივების გაშლის, აი ზუსტად ამაზე უნდა მეკითხა, ქალბატონო ეკა, ახალი პოლიტიკური ძალების საჭიროებაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა, რომელთაც მისი მხრიდან მან თქვა, რომ ექნება მხარდაჭერა. არის უკვე რაღაც გარკვეული მონახაზები ამასთან დაკავშირებით, თუ ეს იყო უბრალოდ სურვილი
მისი მხრიდან და ზოგადად რაიმე აი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც დადგება ის დღე და მე იმედი მაქვს რომ მალე დადგება ეს დღე, აი ახალი არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ხედვა როგორია? დარჩება ის პრეზიდენტად თუ შეიძლება მოგვევლინოს რაღაც ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერად, თუნდაც აი ამ ახალის, რომელზეც ის უსვავდა ხაზს გუშინ და თქვენც ახსენეთ ახლა. ხო, ორი რამ არის მნიშვნელოვანი ახლა არჩევნების დანიშვნის წინ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოიპოვა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამ მრჩევლის და მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აქ სამოქალაქო გაერთიანებები. შეთანხმება მოხდეს არჩევნების ჩატარების პირობებთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან საჩქარო და ძალიან პრინციპული საკითხი. ბევრ საკითხში არის დაახლოებული პოზიციები, ეკა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხში, მაგალითად, როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება, თუ მოხდება არჩევნები დაინიშნება, რა პირობებში ჩატარდება ეს არჩევნები და რა წესით, ეს არის ძალიან სასწრაფო თემა და მეორე, თუ ეს პოლიტიკური შეთანხმება არ ხდება, როგორც თავად პრეზიდენტმა თქვა, და ხდება ამ სისტემის, ამ ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი, თავად შლიან ამ თავის სისტემას, ასეთ შემთხვევაში რა წესით ტარდება. ეს არის ძალიან სასწრაფო საკითხები, იმიტომ რომ არ შეიძლება არჩევნების დანიშვნის დღეს მოხდეს ამაზე მსჯელობა. ეს ყველაფერი უნდა იყოს გააზრებული, წინასწარ გავლილი. პრეზიდენტთან ეს კონსულტაციები რო იმართებოდა და შეხვედრები, მთავარი ამოცანა ეს იყო, რომ სასწრაფო რიგი საკითხებთან დაკავშირებით თანხმედრა მოხდეს. ძირითადად ბევრ საკითხში არის ეს თანხმედრა, თუმცა არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რაზეც ძალიან სწრაფად უნდა მოახერხო პარტიებმა და სამოქალაქო სექტორმა შეთანხმება. კი ბატონო. რაც შეეხება ამ კითხვის მეორე ნაწილს, ახლა ფორმებთან დაკავშირებით რას მომავალში რა გამოიკვეთება, როგორ დაინახავს ამაზე თავად ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ისი აუცილებლობას დღეს დგას და ამას ჩვენ ყველა ვხედავთ. ამ არჩევნებმა აჩვენა და მე მგონი რომ ეს ყველამ დავინახეთ, რომ რაღაცა კიდევ არის საჭირო დამატებით და იმ ადამიანებს, ვინც იყო ნეიტრალური ან გადაუწყვეტი ამ მომრჩეველი და შეიძლება არ ვიცი, ბევრი ანუ ახალი პოლიტიკური ძალა შეიძლება შეიქმნას, რაღაც ახალი ცენტრი კიდევ? მე ვერ ვიტყვი ჯერ გადაწყვეტით ვერაფერს, მაგრამ პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ ის დაეხმარება ბევრ საინტერესო ახალი ადამიანის შემოსვლას და გააქტიურებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. და ის იქნება ამ ახალი პოლიტიკური ცენტრის ლიდერი თუ ის ისევ დარჩება ნეიტრალურ არა, ეკა მე ხა მოვლენებს არ გაუსწრებ მოვლენებს და უტოვო თავის სათქმელი თვითონ ეტაპობრივად ესე ვთქვათ, რისი მზაობაც იქნება, რაც მომწიფდება, ამაზე ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ თავად ჯობს, თავად ისაუბროს, უბრალოდ რა არის საჭირო და რისკენ უნდა ვიაროთ ეხა და ძალიან სწრაფად რაც უნდა გავაკეთოთ, მე ვფიქრობ არის ეს სამი რამ, პირველ რიგში არჩევნების წინაპირობებზე შეთანხმება სწრაფად და ამ ორი ვერსიის არსებობა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ როგორ სწრაფად და ძალიან დინამიურად ვითარდება პროცესები და შეიძლება სულ არ ველოდებით ისეთი რამ მოხდეს ძალიან მოკლე პერიოდში, ან რო არ ველოდებით მოკლე პერიოდში შედეგს, იმაზე უფრო სწრაფად დადგეს. ამიტომ უნდა ვიყოთ მზად ამისთვის და რაც არის კიდევ ერთი საკითხი, მეტი სიახლე და მეტი გადახარისება ჭირდება არსებულ პოლიტიკურ ველს და რა კარგია რომ აი ამ პროტესტმა წარმოაჩინა არაჩვეულებრივად საინტერესო ადამიანები და მე პირადად ვისურვებდი და ჩვენ ალბათ ვინც აი ამ პროცესში ამდენი წელია ვართ ჩართული, რომ გზა გაუხსნათ ახალგაზრდებს. და ერთ კითხვასაც დაგისვავთ, ქალბატონო ეკა, ვიდრე დაგემშვიდობებით, გადაადგილebები თადუმაძე გადაიყვანეს დასანქცირებული გომელაურის მოადგილედ და საუბარი იყო, არის რაღაც ვერსია იმაზე, რომ შეიძლება თეატრულუკიანმა გადაინაცვლოს მოკლედ სასამართლო სისტემაში, მაგრამ აი რას უკავშირდება, რისთვის ემზადება ივანიშვილი, რას სვლებია ეს თავად დასანქცირებული ივანიშვილი, რომელსაც სხვათა შორის ჯო ვილსონმა სანქციები კიდევ უწინასწარმეტყველა და მე სულ ცოტა ხანში წავიკითხავ მის ახალ ტვიტს, ჯო ვილსონის ახალ განცხადებას, რომელიც პლატფორმა X-ზე დაწერა მან.
მე გეტყვით მე რაც ვიცი. ერთი ის რომ ეხლა არის შიგნით უმძიმესი ვითარება, ეკა არ იმჩნევენ, მაგრამ და შეიძლება ეს გარედან არ ჩანს, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ძალიან დიდი რყევაა და ისეთი რყევაა, რომ შეიძლება არ ვიცი მე შიგნიდან ამ შიდა რყევებმა უფრო ძლიერი ეფექტი მოახდინოს, ვიდრე თუნდაც იმ წარმოუდგენლად დიდმა უპრეცედენტო პროტესტმა. თადუმაძის გადმოყვანა ეს არ იყო დარწმუნებული ვარ მისი გადაწყვეტილება, წარმოიდგინეთ რომ ორივე სანქციის ქვეშ არის და მოსამართლე, რომელიც უზენაეს სასამართლოს მოსამართლე, რომელიც იმავდროულად მე მგონი თავმჯდომარეობდა უზენაეს საკასაციო პალატას, გადმოდის, ანუ უფრო დაბალ რანგზე, ხო ძალიან დაბალია იმასთან შედარებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობა. ეს არ იყო დარწმუნებული ვარ მისი გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ აქ რავად ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო, მისი დავალება იყო, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხლა ძალიან უჭირს. კი ბატონო. მადლობა, და ქალბატონო. არაფერი არ არის შემთხვევითი, ამიტომ მგონია რომ აი ეს ბრძოლა ჩვენი ძალიან მშვიდობიანი, ძალიან ლამაზი, ფერადი, მაგრამ აი ესეთი თანმიმდევრული და ძლიერი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დადგეს შედეგი, ასე რომ ხვალაც მექნება საშუალება ყველა ერთმანეთს მიულოცოთ, მაგრამ დღეს მაინც ვისარგებლებ ეთერი და ყველას დამდეგ ახალ წელს შოპას გილოცავთ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გამარჯვების დღეები გველოდება.